კობახიძის თავისივე აღიარებით რა ითქვა, იმას მოусმენთ. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა რაც ქონდა ამ კუთხით იყო არაბული ინვესტიცია, MRS ინვესტიცია, რომელიც ჩაიდება ჩვენს ქვეყანაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ეს არის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, ინვესტიცია, რომელიც განხორციელდება საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს ინვესტიცია დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. კიდევ უფრო მეტი გჭირდება ასეთი ტიპის პროექტები იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდის ტემპები. არაბების 6 მილიარდის იმედზე არის ქართული ეკონომიკა. ხო, და ჩვენი ეკონომიკა რო გაგრძელდეს ეკონომიკის ზრდა და წარმატებული მუშაობა, ამისთვის საჭიროა არაბული ინვესტიციები. ანუ ეხლა საიდან იზრდება, ვიღაცა რო კითხულობს, რომ კი, მაგრამ ხო რო იზრდება, ეგ ხო კარგია. არა, ზრდა ყველა შემთხვევაში დადებითი შედეგია, უბრალოდ რის ხარჯზე ხდება, თუ ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ არ ვიცი არაბების დიდი რაოდენობა შემოვიდა და მათ ფული შემოიტანეს, თავისი ფული და თვითონ იყიდეს აქ ტერიტორიები ან მიწები ან საკუთრება და აქ მკვიდრდებიან, ეგეც ზრდას აჩვენებს, გააჩნია? ეგეთი ზრდა პრობლემა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ეგ ნიშნავს, რომ უბრალოდ სხვამა იყიდეს შენი ქვეყანა და მათი ფულის ჩასხმა შენ ქვეყანაში, ეკონომიკურ მაჩვენებლად აისახა, იმათთვის გაიზარდა. ეგ ეკონომიკური მაჩვენებელი შეიძლება შენს თავზე აღმართული მახვილი იყოს სამომავლოდ, იმიტომ რომ მის ხელში გადავიდა შენი ქვეყანაზე მფლობელობა და რაზე აკეთებს მთავრობა ერთ-ერთ ყველაზე დიდ გათვლას, როგორ უზრუნველყოფს ის ეკონომიკის ზრდას, ხო? ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფას აპირებს მაგალითად ბოლო კვლევაში, სტატისტიკის კვლევაში ნაჩვენები იყო, რომ ბათუმის მოსახლეობა 100,000-ით გაიზარდა. ანუ 200,000-ს გადააჭარბა მოსახლეობა 2014 წელთან შედარებით. ქართველებით არ გაიზარდა ეხლა. ქართველების ხარჯზე ვერ იზრდება. ქართველები მიდიან უბრალოდ. ბათუმელებიც და ყველა ძალიან დიდი ტემპით გადიან ქვეყნიდან. და ეხლა ცხადია ბათუმის ჯამური ეკონომიკა თუ იქ რა ვიცი თურქებზე გაიყიდა ნახევარი ბათუმი და თურქების გახდა ნახევარი ბათუმი, შეიძლება ეკონომიკურ მაჩვენებლად დაფიქსირდეს, რომ ჯამური ბათუმის ეკონომიკა უფრო დიდი გახდა, ვიდრე მანამდე იყო, ოღონდ ეგ პარალელურად ნიშნავდეს იმას, რომ მაგ ჯამური ეკონომიკის დიდი წილი ეკუთვნის უბრალოდ სხვას. აი, რო წარმოვიდგინოთ, რომ შენი სახლი იყო, სახლში ცხოვრობ ოჯახთან ერთად და გიჭირთ რა ოჯახს რა და ვიღაცა შენი ოჯახის წევრი ვაფშე წავიდა სხვაგან სამუშაოდ, შენთან აღარ ცხოვრობს და ვიღაცა მდგმური მიიღე და იმ მდგმურმა მერე აქ რაღაცა ფული ჩამოიტანა და ვიღაცა მოვიდა მერე და იმ მდგმურის და შენი ოჯახის ფულადი სახსრები ერთად დათვალა და შენზე თქვა, რომ ესენი გამდიდრებულან კაცო. ბიჭო, რავი, შენ არ გამდიდრებულ ხარ, მდგმურები შემოვიდნენ, შენი ტერიტორია დაიკავეს და თვითონ ისინი კი ბატონო უკეთესად ცხოვრობენ. მაგრამ შენი ოჯახის წევრები გარბიან მაგ სახლიდან. მე მეცაც გეტყვი კაცო, მაგ პრინციპით თუ იხემძღვანელებთ, საერთოდ ბათუმი თუ შეუერთდება თურქეთს, კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, იმიტომ რომ თურქეთი განუზომლად უფრო მდიდარი ქვეყანაა, ვიდრე საქართველო. კაცო, რა ჯანდაბად ხო, რა გვინდა ჩვენ, კაცო, ეგეთი ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ჩვეულებრივ ქართველებზე და საქართველოს მოქალაქეებზე არ აისახება, პირიქით ფასები მატულობს. და B, კაცო, საერთოდ ჩვენს ქვეყანასთან რო არანაირი კავშირი არ აქვს, ეგეთი ხალხი თუ მასიურად, სტიქიურად სახლდება ჩვენს ქალაქებში. იმ ხალხს თავის პოლიტიკური, თავისი გარკვეული შეხედულებები აქვს, კაცო, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებთან. იმ ხალხს შეიძლება სხვა რელიგიური წარმოდგენები ჰქონდეს, საერთოდ ტრული დამოკიდებულება ჰქონდეს ჩვენთან, ჩვენს რელიგიასთან, ჩვენს რწმენასთან. რაში გვჭირდება ჩვენ ეგეთი ჭყალებში ინვესტიცია, რომელიც ხვალ შეიძლება სისხლად და კონფლიქტად დაგვიჯდეს. დანგრეულ ქალაქებად დაგვიჯდეს. ან ღმერთ მარქნას დაკარგულ ტერიტორიებად. ინვესტიცია არსებობს საერთოდ საქართველოში არის ძალიან
სუდად დამკვიდრებული ეს ტერმინი ინვესტიცია, იმიტომ რომ აპრიორი კარგად ხდება ხალხს ყურში, აი ინვესტიცია არის საჭირო და ინვესტიცია არსებობს სხვადასხვანაირი. ეხლა მაგალითად მე მესმის ეგეთი ინვესტიცია რომ ჩაიდოს, ვიღაცა ჩამოვიდეს, აქ საწარმო გააკეთოს. ეგ არის ძალიან კარგი ინვესტიციის ფორმა, რომელსაც ხელი უნდა შეუწყო, ანუ რაღაცა საწარმოებს საქართველოს ჩამოვიდა, ეკონომიკაზე პოზიტიურად აისახა, მაგრამ ინვესტიცია რომ ქვია და ეგრო მიესალმება ამას ზოგიერთები ტერიტორიის გაყიდვას, იმ ტერიტორიაზე უძრავი ქონების აშენებას და მერე რომელი ქვეყნის წარმომადგენელმაც იყიდა იმ ქვეყნის მოქალაქეებზე იმ უძრავი ქონების გაყიდვა, ეგ ინვესტიცია კი არ არის. ეგ არის უბრალოდ რაღაცა შენი ინტერესების დათმობა, შენი ინტერესების გაყიდვა. ეგ არის ელემენტარულად რაღაცა გქონდა, რაღაცა ხელში გეჭირა ძვირფასი და ის რო გაყიდე და ფული რო აიღე, ეგ გიხარია. ის იმ ფულით ხარ ეხა დახამებული და მეტი მანდ არაფერი არ ხდება. ფული ვის უხარია, კაცო, რომ ვინ იღებს, მაგ ფულს იღებს ხელისუფლებასთან ასოცირებული ერთეული ბიზნესმენი. ხალხი რა შუაში. ხალხი არაფერ ფულს არ იღებს. ხალხი პირიქით. ხალხი უარესდება, იმიტომ რომ ფასების მომატება ხდება მაგის შედეგად. კი ბატონო, ანუ ფასები იზრდება ყველაფერზე. საკვები, საცხოვრებელი, გადასახადები, ყველაფერი ფასები იზრდება, იმიტომ რომ მოსახლეობა კი არა, იმის მიუხედავად რომ ქართველები ცოტავდება, მოსახლეობა მთლიანობაში საქართველოში მაცხოვრებარი ხალხი იზრდება. აი ამ ჩამოსული ხალხის. შესაბამისად, რახან მოსახლეობა იზრდება, ძვირდება ყველაფერი. და ეგ კარგი იქნებოდა, ეგ პროცესი კარგი იქნებოდა, რომ ჩვენი მოქალაქეები მრავლდება. ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე რო ხდება. ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე რო ხდებოდეს ეს პროცესი, ეს ძალიან მისასალმებელი იქნებოდა, მაგრამ როცა ადგილობრივი მოსახლეობა ისეთ მდგომარეობაშია, რომ აქედან გარბის. აი ხო მართლა შენ სწორი შეკითხვა დასვი. თუ ბუმია ეკონომიკა თუ წინ მიდის, ეს ხალხი რატო გარბის? ქართველებს არ ესმის. ჯიჯები არიან ნეტყობა, ხო? ანუ აქ თურმე ეკონომიკა წინ მიფრინავს და ესენი უმადური ხალხი ქართველები. რატო? სინამდვილეში, აი ეხლა რაზეც კობახიძე მილაპარაკა, აი ეს 5 მილიარდიანი არაბული ეგრეთ წოდებული ინვესტიცია, ანუ 5 მილიარდად, უпросто 6 მილიარდად არაბული ქალაქების მშენებლობა თბილისში და გონიოში. ამაზე დიდი საფრთხე დღეს ქართული სახელმწიფოს წინაშე და ქართული ერის წინაშე არ არსებობს. ეს არის ჩვენი ერის წინაშე არსებული ყველაზე დიდი საფრთხე დღეს. მთავრობა, რომელიც გეგმავს 6 მილიარდით არაბული ქალაქების აშენების დაშვებას ქვეყანაში, ამ პროექტს იწყებს და ამ პროექტს აცხადებს მთავარ სტრატეგიულ ამოცანად ჩვენი სახელმწიფოსი. და ჩვენი სახელმწიფოს განვითარების მთავარ სტრატეგიულ გზად. ასე უნდა განვითარდეთ და ასე უნდა უზრუნველყო ჩვენი ეკონომიკის წარმატება. ეს არის როგორი ძნელი გასაჩერებელი რაღაცა იქნება ხალხო, იგიცით? რაც მაგ პროექტს საფრთხე ექნება, გადაუვლიან ყველას, ოღონდ ეგ საფრთხე არ გააჟღეროს წესიერად, პრობლემებს შეუქმნიან. მაგ საფრთხეებს დაიქირავებენ ყველა ეგრეთ წოდებულ ვისაც კი რამე სიტყვა ეთქმის და რაღაც ავტორიტეტი შეუქმნია კონსერვატიულ ეროვნულ ეგრეთ წოდებულ ფლანგზე, თუმცა რამდენად არსებობს ასე ფლანგი როგორც ასეთი, მაგრამ ზოგი უბრალოდ იძახის რომ არის, მაგრამ არაფერი კავშირი არ აქვს კონსერვატისტთან, მაგრამ დაიქირავებენ და დარაზმავენ ყველას და გააპრავებინებენ რაც შეიძლება აქტიურად, იმიტომ რომ ხალხი ვერ გამოფხიზლდეს. ხალხი აცხოვრონ ილუზიებში იქამდე, სანამ უბრალოდ შებრუნებას აღარ დაექვემდებარება მდგომარეობა. სასწორზე იდება ერთ მხარეს 6 მილიარდი დოლარი და ამათი კეთილდღეობა, მათ შორის ძალაუფლებაც, იმიტომ რომ ესენი თავის
ეკონომიკურ ზრდას აბავენ ძალაუფლების შენარჩუნებასთან, სანამ შეუძლიათ ეკონომიკური ზრდის რაღაცა იმიტაცია მაინც, მანამდე მეტნაკლებად შვიდად გრძნობენ თავს და ერთ მხარეს იდება ეგ და თან საწყის ეტაპზე შეიძლება როგორც ასეთი შორიდან დანახვადი ფასი იდოს სასწორზე, მაგრამ როგორც კი ამოქმედება ეს ინვესტიციები და უკვე რეალურად ქვეყანაში დატრიალდება ეს ფული, ეგ მხოლოდ რაღაც შორიდან არსებული მიმზიდველი ფასი კი აღარ იქნება ამათთვისაც მათ შორის, არამედ კონკრეტული ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტი იქნება ეგ ქვეყანაში 6 მილიარდით შემოვიდნენ არაბები, რომლებიც ამ ფულს შეეძლებათ მათ შორის პოლიტიკაში გაუშვან, მედიაში გაუშვან, პროპაგანდაში გაუშვან, იქი რა უნდა მოისყიდონ, დააინტერესონ ძალები, რომლებსაც გავლენა აქვთ ქვეყანაში, მაგათი გაჩერება რა ძნელი იქნება. იცით, მანდ ახლა ჩვეულებრივი ხალხი, რომლებიც ავიცი, ზოგი პენსიაზე ცხოვრობს, ზოგი რაღაცას თვიდან თვემდე ძლივს აბავს, ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც თვიდან თვემდე ძლივს გააქვს, ძირითადად ხალხს თავი და მაგ ხალხმა უნდა მოახერხოს და დაუპირისპირდეს მთელი დღე რო შრომაშია და სხვა არც დრო აქვს არაფრისთვის, დაუპირისპირდეს 6 მილიარდის მქონე არაბებს, რომლებიც აქ ქალაქებს აშენებენ და თან იქ დაასაქმებენ პაკისტანელებს, ინდოელებს დაასაქმებენ, სხვა ქვეყნ აფრიკიდან თუ საიდან აღარ შემოიყვანენ და თან ისეთი სავიზო პოლიტიკა გვაქვს მათთან, რომ ვისთანაც ერთწლიან ვიზას მისცემენ თავის ქვეყანაში და მოდი აი ვიზა გაქვს და ეხლა წაგიყვან საქართველოში გამუშავებო, ჩვეულებრივად უვიზოთ შეიძლება ჩვენ ქვეყანაში შემოსვლა. მაგ პრობლემასთან გამკლავება იქნება ურთულესი და თავზე გადაუვლიან თან, როცა ეგ ფული აი წონად დადგება ქვეყანაში, თავზე გადაუვლიან ნებისმიერს, ვინც მაგის გაჩერება შეეცდება. ამიტომ ეხლა თუ არ გამოვხიზლდით, ჯერ კიდევ სანამ ამ ქვეყანაში რაღაცას ფლობს, აი რაღაც პოლიტიკურ უფლებებს მაინც მეტნაკლებად ფლობს ქართველი, ეხლა თუ არ გამოვხიზლდით, თანდათან ხო ხედავთ კანონებსაც ისეთებს იღებენ, რომ იმას რა ქვია, ცილის წამება არ გავიგო, იმის რა ქვია, დაბრალება არ გავიგო მთავრობაზე რაღაცის, მთავრობის კრიტიკა არ გავიგო. როგორ დააბრალე თუ არა, მაგას ამათი სასამართლო გადაწყვეტს. ამათი სასამართლო გადაწყვეტს, სასამართლოში კამერის შეტანა აკრძალეს, რომ ისიც ვერ გადაიღო, რომ ხალხო ნახეთ, რას მაბრალებენ, რაზე მსჯიან. ყველაფერს ხელში ჩაიგდებენ თანდათან, ქართველს ხმის ამოღება აღარ შეეძლებათ. ქართველებს აღარ შეეძლებათ ხმის ამოღება. იმეებს წერენ კაცო უკვე, რომ შენ ახლა ამას რომ ჩვენ რო წერთ აი მიგრაციაზე, კომენტარებში გვიწერენ, რომ აი ახლა ხო იცით, ესეთი კანონები შემოდის, რომ აი ეს ამაზე თქვენ დასასჯელები გახდებით და მაგას გაამკაცრებენ, მაგიტო იღებენ მაგ კანონებს, რომ გაამკაცრონ და მარყუჟები უფრო ძიმედ მოუჭირონ ხალხს, რომ ხმის ამოღება ვეღარ შეძლოს საკუთარი ერის დასაცავად და ეს ნაცების თემა, კაცო, ნაცების თემა დამთავრდა. აღარ არსებობს მაგათი ძალა. ეხა საფრთხე არის, რავი, ნაცები ისე გაუშვეს, აგერ ვიღაცების ციხეში გაუშვეს პოლიტიკური ლიდერები, ხმის ამოღები ფეხებზე კიდია, ხმის ამოღები აღარავინ აღარ არის, მათივე ამორჩევლთ ფეხებზე კიდია. ამის არის ზურგში ფეხი მიაყოლონ, შეაგდეთ ესენი ჩვენც არ მოგწონს, ხო? ნაცების პრობლემა კი აღარ არის უკვე ამ ქვეყანაში. ეგ პრობლემა ჩაირეცხა თავის. ეხლა ერის წინაშე დგას ეს ხელისუფლება, რომელიც აქ ყავს და ყველაფერს მართავს არაბებზე და პაკისტანელებზე ყიდის ქვეყანას და ვერავინ გამჩერებელი ვერ იქნება დროზე თუ არ გამოვფრიზდა.